მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. ძალიან ბევრი შემთხვევა არის, როდესაც ქმრები ძალიან მკაცრად ექცევიან ცოლებს, ეჭვიანობენ. ზოგჯერ შეიძლება ცოლიც ეჭვიანობს, მაგრამ უმეტესწილად ეს ძალა ვისაც აქვს კაცებს, უფრო ფიზიკურადაც ცოლის შევიწროება, ზოგი ხმასაც ვერ იღებს თუ მეუღლე ცუდად ექცევა. ერთი სანუგეშოში სიტყვა შემიძლია გითხრათ, როდესაც ძალადობას არ აქვს ადგილი. ძალადობის დროს ერთადერთი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, შორს მოძალადისგან თუ სიცოცხლისთვის საფრთხეა და დაჭრილი ყავხარ და ასე შემდეგ და შემაკავებელია, გამაზე არ ვსაუბრობ. მაგრამ ფსიქოლოგიურად წნეხში გატარებს, ეჭვიანობს. უფალი ამბობს, რომ რომელმაც სრულიად დაითმინოს, იგი სხონდესო. მესმის ძალიან რთულია, მაგრამ ამ ქვეყნად არ ელოდო, რომ მხოლოდ ესე ტკბილი ცხოვრება გექნება, ვისთანაც არ უნდა იცხოვრო, ვის გვერდითაც. შეიძლება მილიონში ერთს გაუმართლოს, მაგრამ დასათმენი მაინც ყოველთვის იქნება რაღაც. და სრული დათმენა არის სასუფეველის საგზალი ერთგვარად. თუ ადამიანი შეძლებს ამას, მოიპოვებს, ჩვენ ხშირად გაქცევას ვცდილობთ, კი ვევედრებით უფალსაც, რომ ამარიდან განსასწრებისგან, მაგრამ თუ დაიწყებ დათმენით, ბევრი რაღაცის მიღწევა შეიძლება. დათმენით ღმერთი შენი ლოცვების შესმენასაც დაიწყებს. არა ჭირვეულობით, არა ლანძღვით უკან, არა გინებით და შეურაცხყოფით. შენ რო იგივე გააკეთო, არა. როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, მის მოწინააღმდეგეებზე ილოცა, შენ ქმარზეც ილოცე. სასუფეველი, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, წმინდა წერილის კითხვით და ცხოვრებით იღება. დაიწყე წმინდა წერილის კითხვა მათესახარების და ღმერთი გაგითბობს გულს. იცხოვრე, რასაც წაიკითხა ვიმითი. უბრალოდ კი არ წაიკითხო, იცხოვრე. და რომელმაც სრულიად დაითმინოს, იგი სხონდეს. გაიხარ.